კექსი, რომელიც მე გამოგიცხვეთ, ძალიან მარტივი ინგრედიენტებით მზადდება. ყველაფრის ათქვაფას 15 წუთი ჭირდება. შედეგად კი ღებულობთ სახლში მომზადებულ ნამცხვარს, რომელიც ერთი შეხედვით არაფერია, მაგრამ ოჯახური დილიაში დიდი წვლილი შეაქვს. 2 ცალი კვერცხი და 200 გრამი შაქარი კარგად გათქვეფეთ. შემდეგ დავუმეტეთ 70 მl ზეთი და 180 გრამი 20%-იანი არაჟანი. ასევე სოდა, გამამხვილებელი ვანილი და მწიგვი მარილი. შემდეგ დავუმეტეთ 220 გრამი ფქვილი და ისევ კარგად ათქვეფეთ. გადაიტანეთ ცხიმწასმულ და ფქვილ-მოყრილ ფორმაში, ან უბრალოდ ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. ზემოდან მოაყარეთ ნებისმიერი კენკრა. ჟოლო და შავი მოცხარი განსაკუთრებით მომწონს, როგორც გემოთი, ისე ვიზუალურად. სანამ ნამსხვრისხობა დავასრულეთ, წამებში საქართველოს ბანკის მობილ ბანკით კომუნალურების გადავიხადე. ძალიან დიდი დრო და ენერგია დავზოგე ბანკში, რომ არ მომიწია რიგებში დგომა. აპლიკაციის გადმოწერა და რეგისტრაცია უმარტივესია. ნეტავ ზამთარშიც 6 ლარი იყოს გაზის გადასახადი, რა მოხდებოდა? რამდენ ფულს დავზოგოდით, ხო წარმოგიდგენიათ. ეხლა დავასრულოთ ნამსხვრის გამოცხობა. თავზე მოვაყარე კრამბლი, იგივე ქადის გული, 50 გრამი კარაქი, 4 სუფრისკოვზი ფქვილი და 3 სუფრისკოვზი შაქარი. კარგად გადაურიეთ და მოვაყარეთ ნამცხვარს. გამოაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთი და გემრიელად მიირთვით. გახსოვდეთ, თქვენი მომზადებული საჭმელი თუ დესერტი ქმნის განწყობას და მყუდრო გარემოს, მაგრამ ძალიან გადაყოლაც არ ღირს ამ ყველაფერზე. ზომიერება ოქროს წესია.